მოგესალმებით, დიდი მადლობა მობრძანებისათვის, რომ შეწუხდით. ყველამ ერთად მოვისვინეთ ჩვენი არაადვოკატური პრეზიდენტი წლების მანძილზე როგორც იტყუებდა, იგივე ტყუილები თავს აგებული და ყველა განცხადება აგებულია ტყუილებზე. ვიხილეთ თუ უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრის დროს რა განცხადებები გააკეთა, შეეხო მის და მის რეჟიმის მიერ სრულიად უდანაშაულად ქუჩაში დახრეტილ ბიჭებს კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა მიცვალებულს და ასევე მის რეჟიმის მიერ ჩვენ გაუბედურულ ოჯახებს დღემდე მოსვენებას არ გვაძლევს და ყოველდღე გვიმატებს და გვიმატებს კიდევ დაარც. პირადად შეეხო ჩემშვილ ზურაბ ვაზაგაშვილს და აფრასიძეებს. ჩვენ ოჯახი საიასთან ერთად დიდი მადლობა საიას მისთვის 2006 წლიდან ნამდვილად ჩართულია ამ ჩვენ ოჯახის ტრაგედიაში და ეძებს ჩვენსავით იბრძვის და ეძებს სამართლიანობას, ვამზადებს სარჩელს და პრეზიდენტის მიმართ და ვითხოვთ, რას პირველი აუცილებლად უნდა იქნას დაკითხული პრეზიდენტი და თუ რა ინფორმაცია აქვს და თუ აქვს ეს ინფორმაცია, რომ ჩემი შვილი ზურაბ ვაზაგაშვილი ორი ავტომატით მიდიოდა ვიღაცის მოსაკლავად, მაშინ რატო არ არის იმათი გაყალბებული საქმე ისედაც და ძლივს შეთითხნეს, ვითომ შეთითხნეს ყაჩაღობის მუხლი და რატო არა გაზრახ მკვლელობის და მეორე აუცილებლად უნდა გამოვიდეს და საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და რომ ქართველმა საზოგადოებამ და იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც სრულიად გამოიყვანა წყობიდან იმ შეხვედრის დროს და აუხსნა და ბოდიში მოუხადოს და ყველამ რომ იცოდეს, რომ თუ რას ეყრდნობოდა მისი ინფორმაცია და რატო არის ესე არაადვოკატური, რა გახდა სამარცხვინო მართლა ყველა ვიხილეთ თუ გინდა ზუგდიდში, იმერეთში, სტუდენტებთან შეხვედრა, ფოთი, ყველგან აღარ უნდა ეს კაცი ქართულ საზოგადოებას და საქართველოს მოსახლეობას და გადავიდა ჭკუიდან ჩვენ წლების მანძილზე ვითხოვთ და ჯერ ბატონი დიმიტრი ლორთქიფარიძე ითხოვდა რომ აუცილებლად უნდა იქნას შემოწმებული პრეზიდენტი ის არის მკვლელი იქცა პოლიტიკურ ცხოველად და აუცილებლად უნდა იქნას შემოწმებული ნარკოტიკებზე. რაც შეეხება გადავალ ცოტა იქით, ეხლა ამავე შეხვედრაზე მინდა დიდი მადლობა უთხრა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის ხვედელიძესთან დაკავშირებით ნამდვილად კაი ნაბიჯი გადადგა და ხვედელიძე იყო ჩართული და შემოგზავნილი ვანო მხრიდან და ნაცვოზოროს მხრიდან კოალიცია ქართულ ოცნებაში ხვედელიძის დამსახურება რომ პირადად მე ვიცი რომ წალკა, გარდაბანი და თერჯოლა რო წავეგეთ მისი დამსახურება ხვედელიძე ასევე წლების მანძილზე გვებრძოდა ჩვენ არასამთავრობოებს და საზოგადოებას მაგრამ ეს კარგია რომ ხვედელიძე იქნა დაკავებული და ასევე მინდა ხვედელიძეზე მადლობა, მაგრამ მივმართო რომ ხვედელიძის ნაირები არის უამრავი კიდევ შინაგან საქმეთა სამინისტროში კერძოდ აღდგომების წინა დღეებში ერთ-ერთი მკვლელი გიორგი დარჯანია დაინიშნა მცხეთის პოლიციის უფროსად და მოვითხოვ ღარიბაშვილისგან თუ ვინ დანიშნა, ვინ გაუწია რეკომენდაცია ეს ის დარჯანია რომელსაც არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველა თქვენთაგასთვის ცნობილია ელიტა ბურჯის მაშინ დაყადაღება ანტენების და როგორ დააყაჩაღეს ეს ის უშუალოდ კი არ მონაწილეობდა ხელმძღვანელობდა იმ დროს ეგ იყო ისნის რაიონის სამმართველოს უფროსი იგი დავალებებს აძლევდა შემიძლია მოგაწოდოთ გაუძიებლის გვარი და სახელი ესეთია შალვა ციკლაური და ყველას უნდა მოეტანა თანამშრომლებს პირადობის მოწმობის ასლები და ნათესავების თავიანთი ოჯახის წევრების, რომელიც არ დაემორჩილა ამას იმის გამო გაანთავისუფლა სამსახურიდან, ეს იმ დარჯანიას ეხება, წარმოიდგინეთ და დღეს პოლიციის უფროსია. მერე იჭერს ამის მამას არჩევნებიდან 2 კვირის წინ ამ ციკლაურის და მერე აწინაურებენ არჩევნების შემდეგ ეს ციკლაურმა აღიდგინა თავისთავი ისევ შინაგან საქმეთა სამინისტრო ორგანოებში მთაწმინდის თუ ძველი თბილისის რაიონში ამ დროს გადაყავთ ეს დარჯანია სოჭი აპროტესტებს ეს და ამხელს ამის წინა მოქმედებებს ეს შალვა ციკლაური
და წარმოიდგინეს დღევანდელი ხელისუფლების დროს, ახალი ხელისუფლების დროს იგი ისე ვახერხებს, როგორი რამხელა და როგორი კლანია და რამდენია კიდევ შეპარული, რომ ისევ ანთავისუფლებს სამსახურიდან. მოდის ეს კაცი და ეხლა მეუბნება დაინიშნა დარჯანია ეს ყველი და წარდგინება მოხდა ძალიან ცუდად, თითქოს ეს დარჯანია არის მაგარი ბიჭი და იგი მონაწილეობდა და უშუალოდ იყო შემსრულებული კორტების ბიჭების ჩაცხილვაში და მცხეთის რაიონს გეშულებათ. ამიტომ მაქვს მიმართვა ღარიბაშვილთან კიდევ ერთხელ, რომ აუცილებლად გასაწვენდია ხვედელიძის ნაირები ყავთ ძალიან ბევრი. ასევე მინდა მიმართო პროკურატურას. მთელი სია მაქვს შინაგან საქმეთა სამინისტრო პროკურატურის 64 კაცი სია მაქვს მოტანე. დღემდე არის პროკურატურაში ხარებავები, ზალიშვილები და ძმანი მათი, რომლებიც დღემდე ბლოკავენ ამ კვლელობების საქმეს და იმიტომაც არის, რომ დღეს არც ერთი საქმე არ არის ბოლომდე მიყვანილი. საქართველოს საზოგადოებამ ახალ ხელისუფლებას 90% თითქმის არის მხარდამჭერი. დამეთანხმებით ამაში, იმიტომ ნაცმოძრაობის მხარდამჭერი არის 3-დან 7%-მდე, დანარჩენ 90%-ს ნამდვილად უნდა რომ ამოვიდათ დღეში აღარ უნდათ ნაცმოძრაობა და თქვენც მოგმართავთ თხოვნით და თქვენ ტელევიზიებს თუ შეიძლება რომ ნაკლებად გვაჩვენონ თქვენი ტელევიზიების საშუალებით მიხეილ სააკაშვილი და ნაცმოძრაობის ის წევრები, რომლებიც მისნაირად აგრესულ განცხადებებს აკეთებენ და ესე არაადვეკატურად იქცევიან და ახალ ხელისუფლებას საქართველოს მოსახლეობა თხოვს, რომ ნამდვილად უნდა იქნეს გასამართლებული ნაცმოძრაობა და ვინც არიან იქ დამნაშავეები სულ ყველა და 19 მაისს გამოდიან პოლიტპატიმრები და ნამდვილად მივესალმები მე და ჩემი ორგანიზაცია მთლიანად ჩართულია ამაში, ვინაიდან არაკანონიერად ათასობით ადამიანი ყავდათ ციხეში და ამინისტიის შემდეგ კიდევ შეურაცხყოფას აყენებენ იგივე იმ არაკანონიერად დაპატიმრებულ ადამიანებს, რომლებიც წლების მანძილზე უკანონოდ ყავდათ ციხეებში დამსწრებული და კრიმინალებს უწოდებენ და მოუწოდებთ ეს საქართველოს, რომ 19-ში სულ ყველა სპორტსასახლეში შევიკრიბოთ და კიდევ ერთხელ გავაპროტესტოთ და ნამდვილად ყველამ ერთად უნდა მოვითხოვოთ, რომ ეს ჭირი ერთხელ და სამუდამოდ მოვიცილოთ. არა 19-ში ხო არის პოლიტპატიმრების აქცია სპორტსასახლეში და მაგას გულისხმობ ჩვენ ჩართულები ვართ მთლიანად და ჩვენი მხარდამჭერები. მოგახსენეთ ეხო რომ პრეზიდენტს იწერება სარჩელი, პრეზიდენტისგან ვითხოვთ, პროკურატურა ვითხოვთ მის დაკითხვას, რომ რა განცხადებაც გააკეთა, ის აუცილებლად უნდა დაამტკიცოს და უნდა მისცეს ჩვენება. თუ ეს ინფორმაცია გქონდა დღემდე რატო იყო გაჩუმებული და თუ არა და უნდა გამოვიდეს და საჯაროდ ბოდიში მოითხოვოს. ამას ამზადებს ამ სარჩელს საია. კითხვები კი ბატონო მზათავარ. ბატონო მე მოგახსენეთ და კიდევ ერთხელ მოგახსენებთ. ეს არის სერიოზული კლანი, შინაგან საქმეთა სამინისტრო ღმერთმა დაიფაროს, რომ ყველა იყოს დამნაშავე და მკვლელი არ წინა ხელისუფლების დროს არ იყო ეს. ეს არის გარკვეული ჯგუფი, 3 ჯგუფია ეს მკვლელთა ჯგუფი და გადაყავთ ერთ ადგილიდან მეორე ადგილზე. ესე იგი ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ დღესაც არიან ახალ ხელისუფლებაში შეპარულები, იმათი მფარველები და იცავენ ამათ და იმიტომ ჭიანურდება ეს გამოძიებები მკვლელობებს გულისხმობ. მე მაქვს აი ფაქტები თუგნებად გაჩვენებთ. აი გიორგი დარჯანიაზე ზოგიერთები ეხლა პოლიციაში იქ რო აცხადებენ რომ არ არის დამნაშავე, აგე ყველაზე ეს არის მაგათი გეგმა, პატაკი და აი ყველაზე იმის ფირცხალავას ჯგუფში ვინც არიან ყველაზე აი ეს მართლა ვინც იყო ყველა შნირები იმას ამზადებენ აგერ არის ბატონებო აი გიორგი დარჯანია და დღეს არის ეს მცხეთაში პოლიციის უფროსი.
ინსპექტორი იყო და იმის შემდეგ ესენი ხო იცი ყოველთვის ყველებს აწინაურებდნენ და აწინაურებდნენ. დიდი მადლობა თქვენ ყველას.